არსებობს გენეტიკური კოდით ქართველი და არსებობს აუტოსომური გენეტიკით ქართველი. მოდი განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. თუ კი ადამიანს, ამ შემთხვევაში მამაკაცს აქვს გენეტიკური კოდი ქართული, მისი წინაპრები არიან წარმოშობით ქართველები. მაგრამ თუ კი მამაკაცს არ აქვს ქართული გენეტიკური კოდი, მაგრამ წინაპრები ყავს ქართველები, პროცენტულად 50%-ზე მეტი, ის ქართველია, რასაკვირველია. რაც შეეხება საქართველოს სიტუაციას, აუტოსომურად საქართველოში ესეთი სიტუაცია. სვანეთის და რაჭის ტერიტორიაზე აუტოსომური შერევები არის N და R გენეტიკური კოდების. სამეგრელო, გურია, აჭარა, ქვემო იმერეთი და ეს შუა ტერიტორია, ეგრეთ წოდებული ცენტრალური საქართველოს ტერიტორია, აქ უფრო J2 ხაზების შერევა და ასევე არის A1B კოდის შერევები. ეს რასაკვირველია დედის ხაზით. სამხრეთ მხარეს შერევები გვაქვს ჩვენ ასევე N გენეტიკური კოდის. N გენეტიკური კოდი, ვინაიდან ეს გენეტიკური კოდი არის რაღაცა თურქულენოვან ხალხთან ასოცირებული, ყივჩაღები, ჩვენ ვიცით, რომ დავით აღმაშენებელმა სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრის გასამაგრებლად ჩამოასახლა ეს ხალხი. შესაბამისად, ტაო-კლარჯეთისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ ყივჩაღები, მათ შორის. ყივჩაღი მამაკაცი თუ დაიღუპა ომში, ადგილზე დარჩენილი ქალბატონი N თუ Q გენეტიკური კოდით თუ R1B გენეტიკური კოდით დაქორწინდა შემდგომში ქართველზე. მამაკაცი ქართველი, ქალბატონი ყივჩაღი. გენეტიკური კოდი მამაკაცმა თავის ვაჟს გადასცა, ქალბატონმა, ანუ დედამ გადასცა თავის ქალიშვილს. ანუ ყივჩაღის გენეტიკა არ დაიკარგებოდა. მსგავსი სიტუაცია მაგალითად სვანეთის, რაჭის, კოდორის ხეობის, ლათას ხეობის, ბზიფის ხეობის, მთის სამეგრელოს ტერიტორიაზეც აქ დიდი რაოდენობითაა N გენეტიკური კოდი, იმიტომ რომ N გენეტიკური კოდი კი მამის ხაზით ვერ გადარჩა დიდი რაოდენობით ყარაჩაელებში, ყივჩაღებში, მაგრამ დედის ხაზით გადარჩა. როგორც ჩანს, ჩვენ ქართველებს მწვანეთვალება და ცისფერთვალება გოგონების მიმართ სიმპათია გვახასიათებს და ეს ყველაფერი შემდგომში აისახა კიდევაც ჩვენს გენეტიკაზე. ბევრი მიმტკიცებს, რომ თითქოს კოლხებს ცისფერი თვალები ჰქონდათ. არა, კოლხებს ცისფერი თვალები ნამდვილად არ ჰქონდათ. კოლხებს ჰქონდათ თაფლისფერი თვალები. მსგავსი რაღაცა ბრჭყალებში დატოვეს მიდიელებმა ირანის ტერიტორიაზე. ანუ მიდიელების სამეფო გაანადგურეს სპარსელებმა, მაგრამ ვინაიდან ომში დაიღუპება ხოლმე მამაკაცი და ქალბატონს არ ერჩიან, მიდიელი ქალბატონი გადარჩა. ამიტომ ირანის ტერიტორიაზე აი ოთხკუთხედი ყბა რო ახასიათებს ირანელების ნაწილს, ეგ არის მიდიელების დატოვებული ხაზი. ანუ მარტივად რო აგიხსნათ, N და Q გენეტიკური კოდი ჰქონდათ მიდიელებს, მამაკაცი კი დაიღუპა, მაგრამ ქალბატონი დაქორწინდა შემდგომში სპარსელზე. და ამ სპარსელის გოგონა იყო მიდიელი გენეტიკურად, ხოლო ბიჭი იყო სპარსელი. და ეს შემდეგ შთამომავლობაში დარჩა. ვისაც უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ და გაგცემთ პასუხს, რომელ გენს როგორი გარეგნული მახასიათებლები აქვს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.